სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მართვით დაწყებული ქვანახშირის მაღაროებში მუშაობით დასრულებული უკრაინელი ქალები სულ უფრო ხშირად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებიც ტრადიციულად მხოლოდ კაცებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ცვლილება მხოლოდ პირადი არჩევანით განპირობებული არაა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო და კაცები ფრონტის ხაზზე საბრძოლველად წავიდნენ, ქვეყნის აღდგენის პასუხისმგებლობა ქალებს დაეკისრათ. კაცების მიერ დომინირებულ სფეროებში ქალების შესვლა უკრაინის სამთავრობო პოლიტიკის ნაწილიცაა, რომელიც ომით და მობილიზაციის შედეგად გამოწვეული უმუშევრობის მაღალი დონით განადგურებული ეკონომიკის აღდგენას ემსახურება. ამ ძალისხმევაში მონაწილეობს კატერინა კოლიადიუკიც, 19 წლის სტუდენტი, რომელიც ტრაქტორის ტარების კურსს გადის. გვეუბნებიან, რომ ქალების ადგილი სამზარეულოშია. სახლში, ბავშვებთან ერთად. მე შნოდა, რომ ტრაქტორის ტარებას ვერ შევძლებდი, მაგრამ ნელ-ნელა მივახციე მიზანს. ახლა პრაქტიკულად ნებისმიერი მანქანის ტარება შემიძლია, რომელიც საბორჯიშო მოედანზე გვაქვს. ეს აუცილებელია, როდესაც კაცები ჯარში მიდიან, ქვეყნის აღდგენა ქალებს გვიწევს. დნიპროპეტროვსკის ოლქის მაღაროში მუშაობს 37 წლის ირინა ოსტანკო. იგი აქ ომის დაწყების შემდეგ მოვიდა, როდესაც კაცებმა სამუშაო ქვეყნის დასაცავად დატოვეს. ადრე აქ ქალები საერთოდ არ იყვნენ. ჩვენ აქ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოვედით, როდესაც კაცები ქვეყნის დასაცავად წავიდნენ.